ჩვენ დღეს ვცდილობთ დილიდან ქართული ოცნების დეპუტატების კომენტარების მოპოვებას. აი ახლა თქვენ ხედავდით ირაკლი ზარქუას, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით გითხრა, რომ ტყუილად გვიხარია უნგრეთში ჩატარებული არჩევნები. თუმცა დავიწყოთ თავიდან, დღეს ვინც ჩავწერეთ ამ დილით უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფო პარტიის დეპუტატები ცდილობენ, რომ მაინც იმედი არ დაკარგონ და შესაბამისად ასე იმედით უყურებენ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან მათ თანამშრომლობას და შეიძლება ითქვას, რომ უფრო თავშეკავებულები არიან. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა სახელმწიფო პარტიის რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ კი უნგრეთში არჩევნები დასრულდებოდა იმ შედეგით, რა შედეგსაც გულშემატკივრობდა ქართული ოცნება ღიად და ჩვენ ვიცით მათი მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მისამართით. დღეს სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებს ჩვენ ვუსვამთ კითხვებს, თუ რა ბედი ელის ქართულ ოცნებას იმ შემთხვევაში, თუ კი ევროკავშირში გადაწყვეტილებებს ვიქტორ ორბანის შემცვლელი პეტერ მადიარი აღარ დაბლოკავს, რომელიც შეეხება სანქციებს თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც ამ დრომდე დაბლოკილი იყო ვიქტორ ორბანის დახმარებით ქართული ოცნების მისამართით და როგორ წარმოუდგენიათ მათ საბოლოოდ სამომავლოდ თანამშრომლობა უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან. თუმცა ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პარტიის დეპუტატებს ჯერჯერობით მკაფიო არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მთავარია უნგრელმა ხალხმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და რომ უნგრელი ამომრჩევლის ნებას უნდა სცეს ყველამ პატივი. გაიმარჯვა თუ არა deep state-მა უნგრეთში? ამ კითხვაზეც არ მიგვიღია ჩვენ დღეს ჩამოყალიბებული პასუხი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოოდ მკაფიო პოზიცია ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არ აქვს და მხოლოდ ის აქვს სათქმელი, რომ ვიქტორ ორბანის შემცვლელიც პიტერ მადიარიც არის ქვეყნის პატრიოტი მართველი და შესაბამისად იმედს ამყარებენ, რომ ისეთივე მჭიდრო კავშირები ექნებათ მათ, როგორც ეს ჰქონდათ ვიქტორ ორბანთან. ორბანის მარცხს როგორ გამოეხმაურებთ? დაიქნება თქვენი შეფასება, აღარ ყავს ქართულ ოცნებას მთავარი საყრდენი უნგრეთში. ამაგაც უკეთ ტყუილად გიხარიეთ, რეალურად შვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც. ვიქტორ ორბანს გულშემატკივრობთ თქვენ ღიად ბატონო და ის აკავებდა თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ევროკავშირში. ეხლა რა მოლოდინი გაქვთ? სიგიჟეებს ყვები. თქვენი მხარდამჭერი და თქვენი მხარდაჭერილი ორბანი აღარ არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. რა სიტყვით იმედები გაგიცრუვდათ? ქართულ ოცნებას რა ეშველება ევროკავშირში ხაბოდა? ნახეთ, როგორი ბოროტი კითხვები გაქვთ და მე გიპასუხებ. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება მივესალმებით. ჩვენ გავაგრძელებთ უნგრელ ხალხთან მეგობრობას. თქვენ კიდე გავაგრძელებთ მისი წყალი გადაგსმოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ქართული ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ არის მიმართული და თქვენ კიდე გავაგრძელებთ. შეიცვალა გაიმარჯვა უნგრეთში. მადიარმა გააკეთა ძალიან კაფიო განცხადება. ძალიან კაფიო განცხადება. თქვა ასევე რომ დიქტატორია ვიქტორ ორბანი, თქვენ რას ფიქრობთ? არ არის დიქტატორი ვიქტორ ორბანი. ნუ ხალხმა გამოხატა თავისი ნება და აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელი ხელისუფლება სურდა, რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ხოლო რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, მისი ლიდერი, რომელმაც გუშინ კაფიო გზავნილები გააკეთა, რასაც იგი აცხადებს, ძალიან მისასალმებელია ეს ყველაფერი. საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარები, რომელიც ნამდვილად სასიამოვნო მოსასწრაფია. ჩავერევიო საქართველოს საქმეებში, როგორც ორბანი ერეოდაო. არა, ორბანი არ ერეოდა საქართველოს თქვა მაშინ არ ჩაარვაპირებ თქვენი ქვეყნის საქმეებში. ეს სავარაუდოდ ბრიუსელის გასაგონად თქვა, რომელიც ძალიან უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში და თუ ისე გააგრძელებს როგორც ახალი პრემიერ-მინისტრი და ორბანი ორივე ემუქრება ბრიუსელს, რომ არ ჩაერიონ ქვეყნების თვითშიდა საქმეებში. არა, მე მაგის თქვა არ მინდა იქ თვითონ ბრიუსელის გასაგონად თქვა. ეს ახალმა პრემიერ-მინისტრმა თქვა და თუ რასაც იგი ამბობს, იმას გააკეთებს, ეს ყველაფერი მხოლოდ მისასალმებელი არის. უნგრეთის არჩევნების შედეგები თქვენთვის როგორი მისაღებია? მოგწონთ მაყოფილი ხარ? ისეთ გულშემატკივრობდით მან წააგო. თუკი ჩვენ თვალს გადავავლებთ ვიქტორ ორბანსა და ქართული ოცნების ლიდერებს შორის ურთიერთობას, ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ არჩევნების შედეგები ქართულ ოცნებას არ უნდა გახარებოდა, თუმცა დღეს ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ეს წუხილი, რაც გამოიწვია ორბანის მარცხმა დამალონ და მხოლოდ იმედებს ამყარებენ, რომ ახალ ხელისუფლებასთანაც მოახერხებენ ასეთ მჭიდრო ურთიერთობას. ბუნებრივია ამას აჩვენებს პროცესი,
პროცესი, თუ როგორ მოახერხებს ამას სახელმწიფო პარტია და ასევე აჩვენებს პროცესი, როგორ მოახერხებს სახელმწიფო პარტია იმ ტიპის მხარდაჭერას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები ოცნების წინააღმდეგ ისევ დაიბლოკოს ვეტოს საშუალებით, თუმცა ჩვენ ვიცით პიტერ მადიარის პოზიცია, რომ ამდენი ვეტოს გამოყენებას ის ევროკავშირში ორბანისგან განსხვავებით არ აპირებს. ქართული ოცნების დეპუტატებს ველოდებით ისევ პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია და შესაბამისად ასევე დაველოდებით პოლიტიკურ განცხადებებს, ისინი გამოეხმაურებიან თუ არა უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს.